პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება ფინალს უახლოვდება. ქართული ოცნების პროპაგანდისტები ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებებს აძლევენ. ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე ივანიშვილის პროკურატურის მთავარი მოწმეები არიან. სწორედ მათ საჩივარზე დაყრდნობით ააწყო ოცნებამ პოლიტიკური დევნის სცენარი, რომლითაც ახლა ქვეყნის ოპოზიციურ ძალებს უსწორდება. ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე ლიდერებს მრავალწლიანი საპატიმრო სასჯელი ემუქრებათ. დია ბაძაღუა აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. დია გისმენთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი ლიდერის პროცესი დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს. გეტყვით იმას, რომ სასამართლოში იმყოფებიან უკვე ვატო შაქარაშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი და ამასთან დაკავშირებით დეტალებს ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით. მანამდე გეტყვით იმას, რომ სასამართლო პროცესს 3 წუთებში ესწრებიან ბადრი ჯაფარიძე, ზურაგირჩი ჯაფარიძე, ასევე ჩვენ ვესაუბრეთ მათ პროცესის დაწყებამდე. ზურა ჯაფარიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომ საქმე არის საკმაოდ მოცულობითი 26 ტომიანი და ძირითადად მტკიცებულებებად წარმოდგენილია მათ მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, ინტერვიუები, Facebook პოსტები, ამის დამადასტურებელი სკრინები, ასევე მიმოწერები უცხოელ პარტნიორებთან. ზურა ჯაფარიძე ამბობს იმას, რომ იმის გამო, რომ საქმეში არ დევს რეალური მტკიცებულებები, ბრალდების მხარეს მოჰყავს სრულმოწმე პოლიციელები სასამართლოში, რომლებიც აძლევენ განსხვავებულ ჩვენებას იმისგან, რასაც ისინი გამოძიების ეტაპზე უყვებოდნენ 2025 წლის მაისში, ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ სწორედ 2025 წლის მაისში მისცეს მათ პირველი ჩვენება გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე მიმდინარეობს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით და ჩნდება აქ კითხვა იმაზე, რომ რატომ არ მიაწოდეს მყისიერი ინფორმაცია გამოძიებას თუ შენიშნეს რაიმე დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედება აქციაზე. ასევე ვესაუბრეთ ბადრი ჯაფარიძესაც, რომელიც უფლებადამცველების მსგავსად ამ საქმეს უწოდებს ეგრეთ წოდებული ჟესტების ენას, რადგან მოწმე პოლიციელები, რომლებიც სასამართლოში მოდიან, ამბობენ სწორედ იმას, რომ მათ დაინახეს კონკრეტული მიმიკა და ჟესტიკულაცია და ჩათვალეს, რომ ოპოზიციონერი ლიდერები გარკვეული ქმედებებისკენ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს. თქვენი რეპორტაჟები უნდა გვაყურებინონ, ეს რო გავარდა ლაპარაკობთ რაშუაში არ ვიცით და დარჩა ხო რაღაც ექსპერტები, რომლებიც აიღებენ თქვენ გაკეთებულ რაღაც რეპორტაჟს და მე მეორე რეპორტაჟს და ყვებიან, რომ აქაც მოусვინა და ორივეგან ზურაა. და არავის არანაირი მტკიცებულება არ არის და რადგან არანაირი მტკიცებულება არ არის, ყავთ პოლიციელები, რომლებიც ეს შორად მოდიან და გაუბედურებულ მდგომარეობაში არიან სინამდვილეში ძალიან შესაძლოა ეს ადამიანები, მაგრამ ჩადიან უსინდისობას. ყვებიან ზღაპრებს და ეს ზღაპრები არის ის, რომ არ ახსოვს როდის, არ ახსოვს რომელ დღეს, არ ახსოვს რომელ საათზე, არ ახსოვს სად, მაგრამ ახსოვს, რომ ზურა ჯაფარიძემან, ბადრი ჯაფარიძემან, ნიკა გვარამიან ამიშოვა ვინ, რაღაცა ხალხს მოუწოდა პარლამენტის შენობის აღებისკენ და ეს მოწოდება იყო, რომ რაღაცა მივაწვეთ და რაღაცა სისურველეთ. რამდენიმე პოლიციელი ამბობს, რომ რაღაც ჟესტიკულაცია აქვს, ნანახი, ოღონდ ვერ იხსენებს რა ჟესტიკულაცია იყო, ვერ იხსენებს როდის იყო, ვერ იხსენებს რა დღე იყო. აი ესე ტიპის მოწმეები არიან ეს რამდენიმე პოლიციელი. მე ძალიან წუხვარ, რომ ესეთ დონეზე შეიძლება დასცე პოლიციელი ესეთი სამარცხვინო სრულჩვენებები ათქმევინა, რომელიც თავისთავად ვერ იქნება ვერანაირი სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, კიდევაც რომ სიმართლე იყოს. აი ესეთ ტიპის სასამართლო პროცესთან გვაქვს საქმე. ეს არის სრულიად უპრეცედენტო, მე მგონი მსოფლიო პრაქტიკაში არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სასამართლო პროცესი არ წარმართულა. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ჟესტიკულაციის სისხლის სამართლის საქმე. პრაქტიკაში არ არსებული, რომ ადამიანებს ჟესტიკულაციის მოძრაობის, ხელის მოძრაობის თუ თვითონაც არიციან რაღაც ქმედებების და გამო ბრალი აქვს წაყენებული სხვა მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, მეგობრებო. აი მაგალითად ბადრი ჯაფარიძეს ედავებიან, რომ ის ჟესტიკულაციის მოძრაობით ვიღაცებს ანიშნებდა. კაცმა არის ის მსგავსი რა მტკიცებულება საერთოდ დედამიწის ზურგზე არ ყოფილა წარდგენილი, რომ ვინმეს ბრალი წარედგინა და მსგავსი ამის გამო ყოფილიყო ადამიანი განსაჯელის სკამზე, მაგრამ ხედავთ, რომ ესეთი სიტუაცია არ აუშავს. ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში.
რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ პროცესს, დღეს ბრალდების მხარის 5 მოწმე დაიკითხება და ესენი არიან ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარაშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ლევან ნიკოლაიშვილი და გელა ნიკოლაიშვილი. ესენი არიან პრორუსული პარტიის ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლები. სწორედ მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო 2025 წლის თებერვალში პროკურატურამ გამოძიება და ჩვენ ვესაუბრეთ პროცესის დაწყებამდე და ვიდრე დაიწყებოდა მათი დაკითხვა ვატო შაქარაშვილსა და გელა ნიკოლაიშვილს. ვატო შაქარაშვილი ამბობს იმას, რომ მათ მიაწოდეს მტკიცებულება ეგრეთ წოდებულ ჯაშუშურ ქსელთან დაკავშირებით. მათ თქვეს, რომ ამ მტკიცებულებებში არის მათ შორის საჯარო განცხადებები და მათ დააკავშირეს ლოგიკურად ეს განცხადებები და მიაწოდეს პროკურატურას. გამოდის მათი საუბრიდან და ამ საქმიდან გამომდინარე, ასევე ადვოკატებიც ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს არის აბსურდული და ემყარება ვარაუდებს და სწორედ ამაზე არის მთელი ეს გამოძიება და მთელი საქმე დაფუძნებული, რაც შეეხება გელა ნიკოლაიშვილს. მას ჩვენებაში ჰყავს ნახსენები სხვა პოლიტიკოსებიც, მათ შორის არიან სალომე ზურაბიშვილი მაგალითად, გიორგი გახარია, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არ არიან. უბრალოდ ლევან ნიკოლაიშვილმა აღნიშნა ის, რომ ენდობა სრულად გამოძიებას და იმ შემთხვევაში თუ დასჭირდებათ მათ დამატებითი მტკიცებულებები, ის ამისთვისაც მზად არის. საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედებს ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც ფინანსდება და დავალებებს იღებს ქვეყნის გარედან. ეს საქმიანობა არის უცხო ქვეყნებზე და უცხო ძალებზე საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობა, რამაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დააყენა სერიოზული რისკის ქვეშ. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, რაზე დაკნობით. საჯარო ინტერვიუები ბატონოვანი. არა უდების. რაზე მტკიცებულებები თუ გაქვთ. რაზე დაკნობით? მტკიცებულებებია მთელი მათი საქმიანობა, სამართლებრივი მტკიცებულებები. ჩვენი განცხადების საფუძველზე ეს უკვე იყო პროკურატურის პრეროგატივა, რომ ეს იყო პროკურატურის პრეროგატივა. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი საგამოძიებო, ესე ვთქვათ, უფლებამოსილება. ყველა განცხადებები, რაც საჯარო სივრცეში იყო გავრცელებული, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის მედია სივრცეში, ინტერნეტ სივრცეში თუ სოციალურ ქსელებში, ამოკრიფეთ. ასე რომ ყველაფერი გვაქვს შეჯერებული ფაქტებზე დაკნობით. გახარიაზე და სალომე ზურაბიშვილზე არ გეყოთ მტკიცებულებები? ის დაასახელეთ ხა თქვენ, ხომ? ყველა ამ ადამიანზე, ვინც საქმეში არის განხილული, არის გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც ფაქტებზე ქონდათ თქვენ. ბრალი არ იქნება წარდგენილი, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, ანუ არ გამორიცხავთ. სასამართლო პროცესების განხილვა ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე, როგორც იცით, მიმდინარეობს დაჩქარებულ რეჟიმში და სულ მალე გამოცხადდება ალბათ ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით ერთ თვეში. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანი არის სწორედ მათი კვლავ დაპატიმრება. როგორც გითხარით, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ლევან ნიკოლაიშვილი და ვატო შაქარაშვილი, კიდევ 3 მოწმე, მათ შორის ნანა კაკაბაძეც მოვა დღეს საქალაქოში და დაიკითხებიან ისინი და საინტერესოა თუ რა ჩვენებებს მისცემენ ისინი სასამართლოს და რა ექნებათ საზოგადოებისთვის სათქმელიც.